აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა, რომელზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ვრცელი მოხსენებით წარსდგა. მან საგაზაფხულო სესიიდან დღემდე უმაღლეს საბჭოში გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ჯემალ გამახარიას განმარტებით უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რეორგანიზაციის მიზანია უფრო ეფექტური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გრძელვადიანი გეგმებისა და პროექტების სრულფასოვანი რეალიზებისთვისაა საჭირო. უმაღლესი საბჭოს უმთავრესი ფუნქცია კანონშემოქმედებაა და როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მათი უპირველესი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ფაქტობრივად კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება, რაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მის მოყვანას. აღნიშნა ისიც, რომ მოინახა კანონიერი გასაღები მოქმედი კონსტიტუციის 112 პრიმა მუხლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და განთავისუფლების წესის შესახებ. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია მთელი ძალისხმევა მიმართოს დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისკენ, რაც აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და დობის აღდგენის პოლიტიკის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ამ კუთხით კონკრეტული შეთავაზება იქნება შედეგის მომტანი, ისეთი როგორიც უკვე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვის პროგრამის აგრეთვე პროექტების ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ და აწარმოე უკეთესი მომავლისათვის სახით. წარმოდგენილ მოხსენებაში ჯემალ გამახარიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით არსებულ ვითარებაზე, რაც ასევე საერთაშორისო სასამართლოების განხილვის საგანი უნდა გახდეს. მისი განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების მხარდასაჭერად შემოღებული იქნება დისტანციური სწავლება. ჯემალ გამახარიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპანტების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის მაღალ დონეზე წარმოების მნიშვნელობას, რომელიც შესაძლებელს გახდის მსოფლიო თანამეგობრობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აფხაზეთის პრობლემაზე სრული სიმართლის დამაჯერებლად მიწოდებას. რეორგანიზაციის მიზანი იყო და არის ისეთი სტრუქტურული ერთეულების შექმნა, რომლებიც მიმართული იქნება კონკრეტული საქმის კეთებაზე, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული ფუნქცია. უკვე საშემოდგომო სესიამ უნდა დაგვანახოს, რამდენად ეფექტურად იმუშავებენ ეს სტრუქტურები. ჩვენს წინაშე დგას კანონშემოქმედებითი ესეთი ამოცანები, კონსტიტუციაში ცვლილებებია მისაღები, რეგლამენტში ცვლილებებია მისაღები, მთავრობის შესახებ კანონში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ დავსახეთ ძალიან სერიოზული გეგმები, რომლებიც არის მიმართული აფხაზურ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენისკენ, დობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ და განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ასევე დეოკუპაციისკენ მიმართულ გარკვეულ ღონისძიებებს. ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია გალის რაიონში არსებული ვითარება, სადაც ოკუპანტი აწარმოებს ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის პოლიტიკას, იქიდან ქართული ენის გამოდევნის პოლიტიკას. ამიტომ ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ გარკვეულწილად იმ შექმნილ ვითარებაში უზრუნველყოფილი იყოს ქართულ ენაზე სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ახლა მე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ არის კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ ამ დღეებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თავმჯდომარის მოადგილეებმა თამას ხუბუამ, დავით გვაძაბიამ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო მოხსენება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ჯემალ გამახარიას მიერ. ჩვენ მიმდინარე ეტაპზე გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება. ეს არის დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური და სოციალური დაცულობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ეფექტიანი ჩართულობის მიღწევა და ამ მიმართულებით გააქტიურება მუშაობის ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შეზღუდვები ჰქონდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ობიექტური შეზღუდვები, გარკვეული მუშაობები ძალიან სერიოზული ჩატარდა, კონტაქტები პრეზიდენტის აპარატთან, პრემიერ-მინისტრის
ministris აპარატთან, საგარეო საქმეთა ministris აპარატთან ჩვენ გასვლები რეგიონებში, შეხვედრები დევნილთა და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან თქვენ თვითონ ნახეთ რომ ჩვენი კოლეგები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს. ის პრობლემები, რაზეც ილაპარაკა ბატონმა ჯემალმა, ზოგადად ყოველთვის იდგა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, ყოველთვის იყო მაძე ბრძოლობა, ზოგი წყდებოდა, ზოგი ვერ და მივესალმები, თუ კი რა თქმა უნდა გადაწყდა და ხარში დაუდგებით ყველა იმ ცვლილებას, იმ პროცესებს, რომლებიც საჭიროა მუშაობის გაუმჯობესებისათვის. სესიაზე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა ინფორმაცია, რომელიც მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ და რა ფორმებში და რა საკითხებთან დაკავშირებით მუშაობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. ბევრი საკითხებია, ძალიან ბევრი საკითხი. მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ჩვენ არაერთხელ დავშვით ეს საკითხი მთავრობის წინაშე აფხაზეთის მთავრობის მხედველობაში, ჩვენთან სესიაზე, პრეზიდიუმზე, კომისიებში, ფრაქციებში ეს საკითხი იხილებოდა და დღესაც იხილება, ამაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ. ვაგებთ მოსახლეობის წინაშე და ვაგებთ კანონის წინაშე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, რაც შეეხება ორგანიზაციას და რო არ იქნეს დაზარალებული ის ადამიანები, რომლებიც არიან ღირსი მუშაობის, სპეციალობით, გამოცდილებით. იყო ჩვენთან მთავრობის ხელმძღვანელობა აფხაზეთის და მოვილაპარაკეთ. იქნება მათ მიერ ჩვენს წინაშე გაკეთებული ანგარიში ინფორმაცია. თემურმუშავიამ აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციისა და საინფორმაციო ომის სწორად წარმოების აუცილებლობაზე საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის საქმიანობა აღნიშნა და ხაზი გაუსვა მის მიერ გაწეული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან მან მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ცენტრის განვითარება და მის ბაზაზე აფხაზეთის ტელევიზიის შექმნა, რაზეც მას დეპუტატებიც დაეთანხმნენ. საინფორმაციო უზრუნველყოფა არის ის აუცილებელი პირობა, რომლის მეშვეობითაც ეფექტური მუშაობა უნდა წარიმართოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან და მით უმეტეს წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან. მე არ ვამტკიცებ, არ ვამბობ, რომ რაღაც საშიშროება ელის აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს, მაგრამ გავამახვილე ყურადღება იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ არ უნდა მოხდეს აი ამ ცენტრის დაყვანა იმ სტატუსში, რომლის შემდგომაც ჩვენ გაგვიჭირდება და უშუალოდ მისი უკვე გარდასახვა უფრო მაღალ სტატუსში და თავისთავად ცხადია ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით საკითხს ცენტრალური ხელისუფლების და შესაბამისი სტრუქტურების წინაშე, რომ მოვახერხოთ აი ამ ცენტრის გარდასახვას სრულყოფილ მედია კომპანიად. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ის, რომ მას შეუნარჩუნდეს თუნდაც ის სახე, რომელიც ახლა გააჩნია. მე ვიქნება ჩემს კოლეგებთან ერთად ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ამისათვის ვიბრძოლებ და ნათქვამიც იყო სესიაზე. იმ ჰიბრიდული ომის მეთოდების წარმოებაში, რომელსაც ეწევა რუსეთის ფედერაცია, მას რაღაცნაირად ჩვენ შესაბამისი ავდათ, ამის რესურსი არსებობს, ამიტომ უნდა დაუპირისპირდეთ და სრულყოფილი მედია კომპანიის, ამ შემთხვევაში ტელევიზიის არსებობა არის აუცილებელი პირობა, თუ გვინდა ჩვენ ეფექტურად წარმართოთ ჩვენი მუშაობა. რუსეთი აწარმოებს კარგად დაგეგმილ, კარგად გააზრებულ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. მე ავღნიშნე და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ამ ომში რუსეთმა მოახერხა საკუთარი აგენტურის ჩართვა, იმ აგენტურისა, რომელიც მას მრავლად ყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი შეიძლება ძალიან ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთმა წარმატებით აწარმოოს ის ჰიბრიდული ომი. ჩვენ ამას უნდა დაუპირისპირდეთ მთელი სერიოზულობით. სიმართლე არის ჩვენს მხარეზე, ამიტომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ. რუსეთი იმარჯვებს სამხედრო ომში თავისი ტანკებით და ასე შემდეგ რაკეტებით, მაგრამ ინფორმაციულ ომში ჩვენ მან ვერ უნდა მოგვიგოს, იმიტომ რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეზე. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი საინფორმაციო ცენტრი, აი თქვენი სახით ისეთნაირად განვითარდეს, რომ ჩვენ შეგვეძლოს ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ენაზე და შეგვეძლოს ამის მთელ სოფლიოში ამ ინფორმაციის გავრცელება არსებულის განვითარების ბაზაზე. ეს არის ჩვენს პროგრამაში, ეს არის სამთავრობო პროგრამაში ჩადებული და საერთო ძალისხმევით მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. თქვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებთ
და ამისთვის დიდი მადლობა მთელს თქვენს კოლექტივს. დღეს სესიაზეც წამოიჭრა და ბოლო პერიოდში გავრცელდა თითქოს აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრთან დაკავშირებით არის რაღაც მოსაზრებები, რომ მისი უფლებამოსილებები ან შემცირდეს, ან გაფართოვდეს მისი ეფექტიანობა ამაღლდეს. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში აფხაზეთის მთავრობისა, მაშინ ისინი შემოვლენ და კონსულტაციებს გაევლიან უმაღლეს საბჭოში, კომისიებში, ფრაქციებში, მაგრამ მე ამ საკითხთან მიმართებაში ყოველთვის გამაჩნდა და დღესაც გამაჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია და ამას საჯაროდ ვაფიქსირებ მე რამდენჯერ, რომ არა მარტო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ეფექტიანობის სასამაღლებლად უნდა გატარდეს დამატებითი პრაქტიკული ღონისძიებები ამის ხელშეწყობისათვის, არამედ აუცილებლად ჩამოყალიბდეს აფხაზეთის ტელემაუწყებლობა, რადიომაუწყებლობა, პროფესიონალი კადრები, რომლებიც მუშაობენ ამ ცენტრში და რომლებთანაც თანამშრომლობას ძალიან დიდი სიამოვნებით განვაგრძობ აფხაზეთის პრობლემატიკის გასატანად. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია საინფორმაციო უზრუნველყოფა. ერთი საკითხი, რაზედაც მე პირადად და ჩემი კოლეგები ერთვებიან, ეს არის არსებული შენარჩუნება, მისი გაფართოება და მისი საკადრო ოპტიმიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ახალი კადრების მოწვევა, კიდევ ახალი ფინანსების დელეგირება ამ საინფორმაციო ცენტრის მუშაობის გასააქტიურებლად. მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო აფხაზეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობის აღდგენა. რუსულ პროპაგანდასთან ჭიდილი საქართველოში რატომღაც არ ჩანს ბოლო პერიოდში. რაღაცნაირად ეს თემა მეტნაკლებად მიჩუმათებულია. მიუხედავად იმისა, რომ არის განცხადებები, ჩვენი თქვა სახელმწიფო ორგანოების და ასე შემდგომ, მე მიმაჩნია, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება აფხაზეთის მასმედიას, ჩვენ თავის დროზე ის დაგვიხურეს წინამთავრობის პერიოდში, შემდგომ აღვადგინეთ, ვიმუშავეთ გარკვეული პერიოდი, ახლა ისევ რატომღაც გაურკვეველ მდგომარეობაშია. გვიწევს ინტერნეტ ტელევიზიაში მუშაობა. ეს არ მიმაჩნია სწორად. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორი შეფასებაა. მე ვფიქრობ, უნდა აღდგეს ეს და აღდგება კიდეც, დარწმუნებული ვარ ამაში და აი ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. იმიტომ რომ სწორი ინფორმაცია არის საწინდარი გამარჯვებისა და ინფორმაციული ომი იმდენად ძლიერია რუსეთს ეს კიბერომები და ასე შემდეგ, რომ რა ვიცი, მასთან შერკინება ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა უპასუხოთ ტყუილს სიმართლით. იყოს სულ რაღაც 40 წუთამდე მაუწყებლობაზე, ხო კვირაში ერთხელ. პირიქით, მე ვფიქრობ, უნდა გაფართოვდეს, იყოს ერთი საათი და როგორც ამას აკეთებს რუსეთი, თქვა და თუ დააკვირდებთ ყველა არხზე, ყოველ დღე მინიმუმ საათი მუშაობს რუსული პროპაგანდა. ჩვენი სურვილი არის, რომ აფხაზეთის ტელევიზია უნდა აღდგეს. აუცილებლად უნდა მოხდეს ამის აღდგენა იმ ბაზაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ვაწვდით ინფორმაციას ისეთ, რომელიც საჭირო არის მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს შეიზღუდა. ამჯერად ფუნქციონირებს საინფორმაციო უწყება Facebook-ზე, იტვირთება და იქიდან იღებენ ინფორმაციას. იმედი მაქვს, რომ საკითხი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად მათი თანხმობით უნდა აღდგეს. საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ კოლეგებს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დეკანოზმა მიქაილ თევზაძემ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ პირველ რიგში და რა თქმა უნდა სახელმწიფო მოღვაწეები. ახლა ბატონი ოთარ ზუღბაია, ბატონი გივილომინაძე, გერმანე ფაცაცია, თითოეული მათგანი დიდი გამოცდილების, დიდი უნარის გმირები არიან. სახელმწიფოს მოვალება ამ ადამიანებს ღირსეული პატივი მიუვარდა. იმათი ერთადერთი იდეა იყოს ერთიანი და მთლიანი საქართველო. არა აფხაზების განადგურების ხარჯზე არც ერთი მათგანი არასდროს არ ყოფილა აფხაზეთის მოძულე. ეგ არის მნიშვნელოვანი. ყველა თითოეულ მათგანს აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე უმუშავია. ომის დაწყების პირველივე დღეებში მიხეილ ჯინჯარაძე აფხაზებმა დახვრიტეს გაგრაში. ვინმე რო არ გამომჩეს 12-ია. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.